ეხლა მე მინდა გონიერ საღ ქართველებს მიმართო. თქვენ იტანთ ამ მასხარად ქცეულ ხალხს კიდე გეუბნებით თუ თქვენ ამ ხალხს პოლიტიკოსებად აღიქვამთ თქვენ მომავალი არ შეიძლება გქონდეთ. თქვენ ღირსი იქნებით მიიღოთ ის რასაც მიიღებთ. თუ ასე გაგრძელდება. ესენი არიან პოლიტიკოსები დააკვირდით არაფერი არ შეუძლია თქვა ჩვენი მეგობრები და პარტნიორები და დასავლეთის გარეშე მეტი არაფერი არ იციან. ნახეთ პრესკონფერენციებს და იმას სასტუმროებში ატარებენ ხო ცნობილ დარბაზებში და ემაში ხო აბა ნახეთ რამდენია ფული გადასახდელი საიდან ეს ფული საიდან ამ ქალბატონებს ეს ფული და ასე შემდეგ ამიტომ მოდით დავალაგოთ ყველაფერი აქ არჩევანი ამათი კი არ არის ამათ რა უნდათ 100 წელი არ არის საინტერესო ქართულ ხალხს უნდა თავისი სახელმწიფო თუ არ უნდა ქართულ საკითხი ასე დგას სხვანაირად აქ არ იქნება არაფერი ამ ხალხის გამარჯვება ეს ნიშნავს საქართველოს დასასრულს კიდე გეუბნებით თუ ამას სხვა არ ამბობს მე მზადა ვარ ამ ხალხს თუ ძალიან კარგად ვიცნობ უდიდეს უმრავლესობას ვიცნობ ხო როგორც არ შეიძლება ადამიანთა გარკვეული ჯგუფიდან გამოვიდეს მომღერალი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვერაფრით ვერ იმღერე. აი მე მაგალითად ვარ პროფესიონალი მსმენელი, ფანტასტიკურად კარგი მსმენელი, მაგრამ მე რო სცენაზე ვიმღერო, ალბათ ჩემზე უზრდელი და ტუტუცი ადამიანი არ იქნება, ხო? ეს ადამიანები უზრდელები არიან, კიდე გეუბნებით, იმიტომ რომ სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობენ იდეოლოგიზირებული თანაც მარიონეტული სულისკვეთებით და დასავლური ორიენტაცია თუ გნებაოდათ ქალბატონებო და ვაჟბატონებო ხელისუფლებაშიც იყავით ვინ დაგიშალათ კლასიკური კარგი კანონზე წესრიგზე სამართალზე მეცნიერებაზე განათლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო აგვეშა ეს არის დასავლეთი ეს თუ არ არის და დასავლეთი LGBT თუ არის მაშინ ჩვენ ასე დასავლეთზე უნდა ვთქვათ ვარი და ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ ახლა რუსებს ბაბაიას ძახილს დაუწყებ და